წუხელ როგორი თამაშიც ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგის მერე დაძინება ცოტა რთულია ხოლმე ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, განსაკუთრებით თუ რომელიმე გუნდს ხომაგობ კონკრეტულად. მეც ვერ მოახერხე ეგ ამბავი და ცოტა ისეთი გამოუძინებელი სახით ვარ, მაგრამ ეგ არ მგონია პრობლემა იყოს. მინდა ორი სიტყვით ვილაპარაკო ამ თამაშზე და ზოგადად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. თამაშის მიმდინარეობისას პირველივე ტაიმში დიეგო სიმეონე გვანახეს ტრიბუნებზე ვიპლოჟაში და იმ მაგ მომენტში გამკრა თავში აზრმა, რომ თუ რომელიმე გუნდს გავს არგენტინის დღევანდელი ნაკრები, ამ მსოფლიოზე მოასპარეზ ნაკრები პირველ რიგში ეგ არის დიეგო სიმეონეს ატლეტიკო, ჩემი აზრით. ამას აქვს როგორც ბევრი დადებითი მხარე, ისე უარყოფითიც დადებითი ის, რომ შეკრული გუნდია, ძალიან მებრძოლი გუნდია, ყველაფერს გააკეთებენ თავისი მწვრთნელისთვის, თავისი ქვეყნისთვის, გულშემატკივრისთვის, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცები აკლია, ის რაღაცები, რაც ატლეტიკოსაც აკლია ხოლმე, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეს და ტიტულები მოიგოს. სანამ არგენტინაზე და უშუალოდ ამ თამაშზე ვილაპარაკებ, კაბო-ვერდეზე რო ვთქვა ერთი-ორი სიტყვა წარმოუდგენელია უბრალოდ. კაბო-ვერდე პირველად სპორტის რუკაზე მე გავიგე მაშინ როცა კალაბურში გამოჩნდა ედი ტავარესი. გეცოდინება სპორტის მოყვარულებს, ეგეთი კალაბურთელი ძალიან მაგარი მოთამაშე, რომელიც მადრიდის რეალში თამაშობს და ევროპის ყველაზე დიდი გუნდის ლეგენდად იქცა. მაშინ დავინტერესდი, რომ სპორტში რა მიღწევები აქვს საერთოდ კაბო-ვერდეს და ვერაფერი ისეთი ვერ აღმოვაჩინე. მე იყო 2000 თუ არ ვხდები 24 წლის დასაწყისი, როცა დასაწყისში ანუ იანვარშია ხოლმე როგორც წესი აფრიკის თასი და მაშინ სილგზე გქონდა აფრიკის თასს ვანახებდით. პირველივე ტურის მერე, როცა კაბო-ვერდეს თამაში წავიყვანე, ამას არ ვიგონებ, ბიჭები დამეთანხმებიან, ვისთან ერთადაც მივყავდა ხოლმე ეს თამაშები, ვითხოვე, რომ მე კაბო-ვერდეს თამაშებზე დამსვით, იმიტომ რომ აფრიკის თასი ისედაც ძალიან რთული წასაყვანია, მძიმე გუნდები არიან იქ როგორც წესი და სულ 0-0-ები, 1-0-ები, მძიმე ის თამაშები, უამრავი ჯარი, მაგრამ არანაირი სანახაობა არ არის ხოლმე და იმ პირველ ტურში ამ კაბო-ვერდეს რო უყურე, გამოკვირვა, იმიტომ რომ სხვა აფრიკული გუნდებისგან აბსოლუტურად განსხვავებული, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ფეხბურთს თამაშობდა. მაშინ იგივე ეს ბუბისტა იყო, მაგათი მთავარი მწვრთნელი ჯგუფში, როგორც მახსოვს, ყავდათ განა, ეგვიპტე. პირველ ადგილზე გავიდნენ კიდევ ვიღაც იყო არა აქვს მაგას მნიშვნელობა 7 ქულა მოაგროვეს, ორი თამაში მოიგეს, მე მერვეთ ფინალიც გაიარეს და საბოლოოდ მეოთხედ ფინალში წააგეს სამხრეთ აფრიკასთან პენალტების სერიაში. ასე რომ მე არ გავეკუთვნებოდი იმ ხალხს, ვინც ამბობდა, რომ რა დროს კაბო-ვერდესთან ამხანაგურია, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა. გასაგებია, რომ ვიღაცამ შეიძლება არ იცოდეს კაბო-ვერდეს საფეხბურთო უნარები და თვითონაც არ იცოდნენ, მე მგონი აგერ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. თან როგორ შეძლებიათ. ასე რომ ის რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა კაბო-ვერდე მაგ აფრიკის თასზე, რასაც უყურე, მაგის მერე საერთოდ არ გამკვირვებია, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ არ გამიკვირდა ის, რაც ამ მსოფლიოზე გააკეთეს. მაგრამ ყველაფერი ნათქვამი არის იმით, რომ სამ მსოფლიოს ჩემპიონს ეთამაშა გუნდი და არც ერთთან არ წააგო. არ წააგო ესპანეთთან, არ წააგო ურუგვაისთან, არ წააგო არგენტინასთან, ძირითად დროს გულისხმობ, რა თქმა უნდა, არგენტინის შემთხვევაში. ასე რომ ეხლა კაბო-ვერდეს განხილვას აზრი არ აქვს, აღარ აქვს აზრი მათ სათამაშო უნარების დაგვანახეს ყველაფერი და ფეხბურთი იმიტომაც არის ყველაზე დიდებული სპორტი დედამიწის ზურგზე, რომ ეგეთი ისტორიების წერა შეუძლია და აი ესეთი მით უმეტეს ასეთი პატარა ქვეყნების წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომ თავის თელს ერს მიანიჭონ იმ ხელას იხარულიან, ამ ხელას კაბო-ვერდემ მიანიჭა იმ თავის კუნძულს და ძალიან მცირე რისხოვან მოსახლეობას. ეს ფეხბურთელები სამუდამოდ გმირებად იქცნენ თვითონ კაბო-ვერდელი ხალხისთვის და ასევე სამუდამოდ დაიმკვიდრეს თავი ფეხბურთის ისტორიაში, იმიტომ რომ ამ ამბავს, რაც კაბო-ვერდემ გააკეთა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყოველთვის გაიხსენებენ ფეხბურთის გულშემატკივრები. ალბათ სანამ ეს სპორტი იარსებებს. რაც შეეხება ჩემთვის და ჩვენთვის უფრო საინტერესოს, ეგ არის არგენტინის ნაკრები, რომელსაც ძალიან ბევრი წელია გულშემატკივრობ და ამ მსოფლიოზე თითქოს ჯგუფურ ეტაპზე არ გამოჩნდა დიდად ის ხარვეზების პრობლემები, რაც აქვს არგენტინის ნაკრებს. არ გამოჩნდა, იმიტომ რომ ისევ გუნდშია და ისევ ფორმაშია ლეო მესი. მესის შესახებ მე რა უნდა ვილაპარაკო, მან გააკეთა ყველაფერი ჯგუფში და თითქოს შეკრული გუნდი, სერიოზული მენტალიტეტით და იქ მესი, რომელიც ყოველთვის დააგვირგვინებს მომენტებს, გაიტანს გოლს და არგენტინა წინ და წინ ივლის. თუმცა მხოლოდ მესის მით უმეტეს ამასაკში ალბათ აღარ შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, მხოლოდ მესის არც წინა მსოფლიო მოუგია და წინა შემთხვევაში უფრო ძლიერი გუნდი იყო ვიდრე დღეს. სანამ კონკრეტულად ფეხბურთელებს მივადგები, მინდა რომ ტაქტიკას შევეხო არგენტინის ნაკრების
ჩემი აზრით სკალონი ამ სოფლიოზე ათამაშებს საერთოდ არაფრის მომცემ 4-4-2-ს არგენტინის ნაკრებს და გუნდი ან ვერ იყენებს ფლანგებს. დღევანდელ შეხვედრაში რამდენი მომენტი იყო, როცა ფლანგური შეტევა უნდა განეხორციელებინა არგენტინას და მუდმივად, როცა ან განაპირა მცველი, ან ფლანგის ნახევარმცველი მიდიოდა ფლანგზე წინ, ჩერდებოდა და ან ისე უკან ცენტრალურ მცველზე პასი, ან მოედის ცენტრში რომელიმე ცენტრალურ ნახევარმცველზე. თანამედროვე ფეხბურთში თითქმის წარმოუდგენელია მრავალფეროვანი შეტევების გარეშე ტაქტიურად გამართული გუნდების წინააღმდეგ ბევრი მომენტის შექმნა და თამაშების მოგება, მით უმეტეს როცა კაბო-ვერდეზე ძლიერ გუნდს შეხვდება არგენტინა და აუცილებლად შეხვდება. საერთოდ, არ ვიცი, როგორც ეძახიან ხოლმე, ვერ წელავს არგენტინა ან არ წელავს მეტოქის დაცვას. ნახევარმცველებს რაც შეეხება 4-4-2-ზე ხაზზე განლაგებული მარჯვნივ როდრიგო დე პოლი, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ აქვს ფლანგისთვის საკმარისი სისწრაფე, არ შეუძლია ისე გაქცევა და არ შეეძლო არასდროს ეს ახალი ამბავი არ არის. შესაბამისად დე პოლი მუდმივად ცენტრში იწევს. იქით ალმადა, რომელსაც თითქოს აქვს ეგეთი უნარები, მაგრამ ისიც ცენტრში შემოდის ამ დროს. განაპირა მცველებზე მედინა იქნება მოლინა თუ რომელიმე სხვა იგივე მონტიელი დგება ხოლმე ჯერი, მაგრამ ისიც რატომღაც ჯიუტაც საერთოდ არ მიდიან წინ. გასაგებია, რომ ცენტრფორვარდი არგენტინას შეიძლება არ ყავდეს მეორე სართულზე განსაკუთრებულად კარგად მოთამაშე, მაგრამ ხანდახან უბრალოდ მაინც უნდა ჩააწოდო საჯარიმოში, რომ მეტოქე გუნდს აგრძნობინონ, რომ შენ ესე შეტევა შეგიძლია. მუდმივად ცენტრიდან შეტევები არის ორი ვარიანტი მან, რომ ან მესიმ უნდა იყოს ბურთი ხელში თუ ფეხში და 2-3 კაცი გაიაროს საჯარიმოს მისადგომებიდან და არტყას გოლი გაიტანოს, ან როგორც პირველი გოლის შემთხვევაში ლისანდრო მარტინესმა გადაუკიდა მცველების ზურგს უკან ლეოს და იმანიკ შეასრულა. ეგ ვარიანტი რჩება, იმიტომ რომ თანამედროვე ფეხბურთში ძალიან რთულია ცენტრალური ზონიდან ბევრჯერ გაჭრა ხაზი და მოახერხა იქ მომენტების შექმნა ან გოლის გატანა მეტოქის კართან. ჩემთვის შესაბამისად ცოტა უცნაურია, რომ არც შემადგენლობას ახალისებს სკალონი და არც ტაქტიკას, უბრალოდ სქემას ცვლის სათამაშოდ. მე არ გეგონოთ, რომ ეხლა სკალონის რამის ვასწავლი, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ თამაშის მე, რომელშიც რეალურად ძალიან გაუჭირდა არგენტინას და ამას დიდად არ ველოდით ალბათ, რაღაც ცვლილებები იქნება შემადგენლობაში, როცა ესე თამაშობს გუნდი, მუდმივად ცენტრიდან შეტევების დროს იქ ერთზე მეტი გამტანი ფეხბურთელი უნდა ყავდეს. გასაგებია არის მესი და მესი არის მესია და საერთოდ ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ვიღაც უნდა იყოს ფორმაში, სხვა მომენტის შემქმნელი, კარში დამრტყმელი ფეხბურთელი უნდა ყავდეს. ეგეთი არის ნახევარდაცვაში მაგალითად მაკალისტერი, რომელიც ყველაზე უკანა ნახევარმცველია, ანუ როცა არგენტინა შეტევაზე მიდის და მეტოქის მესამედში არის ბურთი, მაკალისტერი ყველაზე უკან რჩება ნახევარმცველებს შორის და ამის ცენტრალურ მცველებთან არის საყრდენი ნახევარმცველის ფუნქცია, ასე ვთქვათ და წინ თითქმის არ მიდის ხოლმე თუ ძალიან გაჭირვება არ არის. ენცოც ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც გადასარევ ფორმაშია და რაც შეეხება ლაუტაროს და ხულიან ალვარეს, თავარი იმედი მესის გარდა ალბათ არგენტინის შეტევაში ეს ფეხბურთელები არიან. ლაუტაროს კარგი თამაშები არგენტინის ნაკრებში რა თქმა უნდა გვინახავს, მაგრამ ეგ არც ისე ბევრი ყოფილა და ამ სოფლიოზეც ჯერჯერობით საერთოდ ვერაფერი. ჩემი აზრით შემდეგ შეხვედრაში უკვე უნდა შეიცვალოს ცენტრფორვარდი და ლაუტაროს მაგერად ხულიანი უნდა გამოჩნდეს ძირითადში, რომ იქნებ მნიშვნელოვან თამაშში ძირითადი შემადგენლობიდან უკეთესად ითამაშოს. ალვარესმა, რომელიც ბრწყინვალე იყო წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ნამდვილი ჯოკერი გამოდგა სკალონისთვისის, თორემ სხვანაირად არგენტინას ძალიან გაუჭირდება. მეორე ვარიანტიც არის, რომ იდგეს მესი და არც ალვარესი, არც ლაუტარო ძირითად შემადგენლობაში და ცოტა მეტად გადახალისდეს შემადგენლობა, არის მეორე ფორვარდად ჯოვანი ლოსელსოს გამოყენება შეიძლება, ვალენტინ ბარკოა იქ გუნდში, ნიკო პასის საერთოდ სათამაშო დრო არ აქვს, ეგეც ძალიან მაწუხებს. მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ ეგვიპტესთან ჩემი აზრით არგენტინა მაინც მოახერხებს გამარჯვებას, მაგრამ საჩემპიონო გუნდი აქედან ამ გადმოსახედიდან არგენტინა სამწუხაროდ ჩემთვის არ არის ამ ეტაპზე და ერთი რაც აქვს და ატლეტიკო და სიმეონე რატომაც ვახსენე დასაწყისში ამ გუნდს აქვს მენტალიტეტი, წნეხის ქვეშ თამაშის უნარი გამოიმუშავა და ძალიან საინტერესო იქნება არგენტინა ძლიერ გუნდებთან. ეგ უპირატესობა ჩემი აზრით არგენტინას ხვებთან შეიძლება კონდეს, ფსიქოლოგიური იქნება, მენტალური იქნება. პლუს უპირატესობა, რაც ჩემთვის ყველაზე საგულისხმო არის და სასიამოვნო, არგენტინა ყველა თამაში საკუთარ მოედანზე თამაშობს. მე არ ვიცი, ეგეთი გულშემატკივარი კიდევ ვინმე სყავდეს მსოფლიოში. რამდენი არგენტინელია ამერიკაში ჩასული და არ ვიცი, ყველა თამაში არგენტინელებმა ფაქტობრივად შინ ითამაშეს
ისეთი ატმოსფერო ახლა არ მეზრდება ამ ხალხის სიმღერების და ემოციების ყურება გინდა სტადიონზე იყოს და გინდა მის მიღმა. მე პირადად ძალიან მეშინია კოლუმბიის ნაკრების, რომელიც უძლიერესი გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტი არის აშკარად ამ მსოფლიოს ჩემპიონატის. შვეიცარია კოლუმბია იქნება ძალიან საინტერესო თამაში და ვფიქრობ, რომ კოლუმბია მაინც მოახერხებს შვეიცარიის ბარიერის გავლას და არგენტინა კოლუმბია ეს მეოთხე ფინალური წყვილი თუ დაждდა, მანდ მე მგონია, რომ აბსოლუტურად თანაბარი იქნება შანსები. და კოლუმბიასთან არგენტინას უმძიმესი ბრძოლა იქნება, უფრო მძიმეც ალბათ ვიდრე დღეს იყო კაბო-ვერდეს ნაკრებთან. ნახოთ მოკლედ სკალონი რა შეცვლის, ახლა ამ ღრმა ტაქტიკურ განხილვაში ვერ შევალ, იმიტომ რომ მაგას შესაბამისი ვიდეოები თუ ფოტოები ჭირდება, რომ უფრო კარგად დავინახოთ და დაგანახოთ მე რის თქმაც მინდა, მაგრამ დაახლოებით მე მგონი გასაგებია არგენტინის თამაში ამ ეტაპზე ჩემთვის დიდად მოსაწონი არ არის, არ გულისხმობ იმას, რომ გინდა თუ არა გუნდმა ზესანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ეგრე გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი, როცა ვიღაცას გულშემატკივრობ, სადღაც იმაზეც თანახმახარ, რომ არც სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს და შედეგი დადოს, მით უმეტეს როცა მესი არის გუნდში, რაღაც სანახაობა ყოველთვის მაინც არის ხოლმე. შევხედოთ რა ისამს არგენტინა არ მინდა დიდი ხნით არგენტინაზე შეჩერება, იმიტომ რომ აგერ მერვე ფინალები იწყება სულ რამდენიმე საათში და ზოგადად მსოფლიოს ჩემპიონატზე მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან მომწონს ეს ტურნირი, არის რაღაცები, რაც არ მომწონს და აღარ შევჩერდები იმაზე, რომ ტაიმში სამწუთიანი შესვენებებია თუ ჩვენთვის ძალიან სულ დროს არის ძილი არ გვიწევს და ეგეთი სახეები თუ არ თუ რა არის და როგორ არის, ჩემი აზრით ჯერჯერობით სრულად ამართლებს მოლოდინებს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი, ანუ არის ის, რასაც 4 წელი ველოდებით ხოლმე, ბევრი ძალიან მაგარი თამაშით. ყველაზე საგულისხმო რაც არის ის, რომ სუპერ ვარსკვლავები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ის მთავარი ვარსკვლავი, თითქმის ყველა მთავარი ვარსკვლავი გვანახებს რატო არიან მთავარი ვარსკვლავები და რატო საუბრობთ მათზე ამდენს. იქ არის საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც მეც და ალბათ მე არ ვარ გამონაკლისი, ბევრი ასახელებდა საუკეთესო გუნდად მსოფლიოს ჩემპიონატის წინა მთავარ ფავორიტად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საუკეთესო გუნდი მგონია ესპანეთის ნაკრები, ვინც მსოფლიოზე ჩადის და საუკეთესო შემადგენლობის მქონე გუნდი მგონია საფრანგეთის ნაკრები და იგივე აზრზე ვარ ზუსტად. და საფრანგეთზე ორი სიტყვით რო ვთქვათ, მე ძალიან მაინტერესებს არ ვიცი რამდენად შედგება, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თუ დაეჯახნენ ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი ნახევარფინალში. მანამდე ჯერ დიდი დროა იმედია საფრანგეთი მაროკოს შედგება და ეგეც არ იქნება ჩემი აზრით ფრანგებისთვის იოლი გასაირნება, იქ ესპანეთი პორტუგალია, ვინვის მოუგებს კაცი ვერ გაიგებს, მაგრამ ესპანეთი საფრანგეთის დაპირისპირება ჩემთვის საინტერესო იქნება იმ ხრივ, რომ სერიოზულ წნეხში მოუწევს საფრანგეთის ნაკრებს თამაში, ნაკრებს რომელიც რეალურად გამორჩეულია ახლა იმით, რომ ყველანაირი წნეხის გარეშე თამაშობენ, მუდმივად ბურთით არიან გუნდის ლიდერები, რომლებიც არიან სასწაულ ფორმაში და ეგეთი მაგარი შეტევა არ ვიცი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში 2-3 გუნდს ყოლია ალბათ სულ, მბაპე, ოლისე, დემბელე, დუე და ბარკოლა აღარ ჩამოთვლი, მოკლედ შერკი და ტურამი და ისეთი ფეხბურთელები არიან, 5-5 წუთს თამაშობენ, იმდენად დიდი კონკურენცია არის გუნდში. ეგ ისედაც ყველამ ვიცით და გულისხმობ იმას, რომ ესპანეთის ნაკრები არის გუნდი, რომელსაც შეუძლია მოედნის ცენტრის და ბურთის კონტროლი. ანუ წნეხის თამაშში გულისხმობ იმას, რომ როცა რაღაც მომენტში თამაშის მიმდინარეობისას ყველაფერი ისე არ წავა, როგორც საფრანგეთის გეგმებში ჯდება, მერე როგორ იმოქმედებენ ეს ვარსკვლავები, ან როცა შედარებით უფრო ხშირად დარჩებიან უბურთოდ, იმიტომ რომ აი მარტივ ენაზე რო ვთქვათ, როცა თამაშის უმეტესი ნაწილი არის მეტოქის მესამედში, როცა თითქმის ყოველთვის არის მბაპე, ოლისე, დემბელე ბურთთან, როცა მათთვის მარტივია ბურთის მიტანა საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველებისთვის, იქ ყველაფერი იოლი გამოდის, იმიტომ რომ გამორიცხულია ეს ფეხბურთელები ხშირად იყვნენ ბურთით, ხშირად უტევდნენ და იქ 4-5 შეტევიდან ერთი მაინც გოლით არ დაასრულონდა. ესპანეთის ნაკრები იმიტომ რომ მოვიყვანე მაგალითად, რომ მე ვფიქრობ ესპანეთს შეიძლება ერთადერთიც კი იყოს, ესპანეთს აქვს უნარი იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრების ცენტრი წაართვას და შესაბამისად მოწყვიტოს ერთმანეთს თავდასხმა, ნახევარდაცვა, დაცვა და თამაში გაუკონტროლოს მეტოქეს და ეგეთი წნეხის ქვეშ რამდენად მოახერხებენ ფრანგები
თავის სასარგებლო თამაშის დამთავრებას და თამაშის გადატეხვას უფრო სწორად. ეს რაღაც წარმოვიდგინე ჩემთვის, ანუ ყველაზე საინტერესო დაპირისპირება რაც შეიძლება ვნახო მსოფლიოს ჩემპიონატზე არის ესპანეთი, საფრანგეთი, ისე მეც ყველას ვეთანხმები და არ წავალ რაღაცა არ ვიტყვი სიგიჟეს რომ კი ეხა ვიღაცას მოუგო საფრანგეთმა, მაგრამ ვერაფერს ვერ იზამს. რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ფავორიტი ამ მომენტისთვის საფრანგეთის ნაკრებია, მაგრამ ის რომ აქამდე ესე მოვიდნენ ცხადია რომ არ ნიშნავს იმას რომ გინდა თუ არა საფრანგეთი მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს. ძალიან მაინტერესებს ბრაზილია, ნორვეგია, მექსიკა, ინგლისი და ინგლისი ალბათ რთული თამაში ელოდება მასპინძელ მექსიკასთან. მოკლედ მე როთფინალების მოლოდინში ვარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჯერჯერობით რაც ვნახე ძალიან მომწონს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი, ბევრი კარგი თამაში იყო. ვარსკვლავები არიან მოწოდების სიმაღლეზე. არა ვარსკვლავებიც რამდენიმე მშვენიერი ფეხბურთელი ვნახეთ იქ მაროკოსგან ბევრი ასახელებდა მაროკოს ფარულ ფავორიტად, ვნახეთ ის ფეხბურთი რაც გვინდოდა ნორვეგიისგან ვნახეთ და ასევე ფარულ ფავორიტად დასახელებული ნორვეგიისგან. კოლუმბიაც ბევრს ამბობდა, კოლუმბიის ნაკრებს ძალიან ჭკვიანი და კარგი არგენტინელი მწვრთნელი ყავს და შემადგენლობაც საოცარია. გარდა იმისა, რომ ეგეთი შემტევი გუნდია და ბევრი ძალიან კარგი შემტევი ყავს, რანაირად გამართულად თამაშობენ დაცვიდან, ანუ ურთულესია კოლუმბიის ნაკრებთან მომენტების შექმნა, ანუ ეგეთი დაბალანსებული გუნდი დაცვიდან შეტევამდე ბევრი არ არის ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე და მაგიტომაც ვამბობ თუ დაჯდა ასე ვთქვათ მეოთხე ფინალში არგენტინა კოლუმბია, მაგ თამაშიც როგორც არგენტინის ნაკრების გულშემატკივარს ძალიან მეშინია. მოკლედ გილოცავთ რომ ეგეთი მსოფლიოს ჩემპიონატია, უბრალოდ მინდოდა ეს ყველაფერი მელაპარაკა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ეგეთ თამაშს ნახავ როგორც იყო წუხელ არგენტინა, კაბო-ვერდე, მე დაძინება ძალიან რთულია ხოლმე. თავში 1000 ფიქრი გიტრიალებს, კიდევ ვიღაცას დაელაპარაკო, იქ პირადად ვიღაცა მოგწერს, მიწერ, რა თქმა უნდა, აზრებს გაუზიარებ, მაგრამ მინდოდა რომ სადღაც წერას Facebook-ზე ჯობია ხოლმე რომ ესე დაждდე და ილაპარაკო, შენი გულის სათქმელი თქვა, ასე ვთქვათ. და თუ თქვენს ნახავთ, გამიზიარეთ რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით. კიდე რაღაცები მქონდა ეს ჩანაფიქრში, რაც უნდა მელაპარაკა, მაგრამ შეიძლება ამომივარდა თავიდან, არ აუშავს ეგ პრობლემა არ არის. თავარი არის რომ მსოფლიოს ჩემპიონატი არის კარგი და მე დარწმუნებული ვარ რომ თავარი სანახაობა წინ გველის და იმაში დარწმუნებული ვარ რომ ღირსეული ჩემპიონი ეყოლება ამ მუნდიალს. აბა დროებით დააკომენტარეთ ვიდეო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ რას ფიქრობთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვინ გახდება ჩემპიონი, ვის გულშემატკივროთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მე გამიხარდება და პრომეტი სტიმული მექნება, რომ რაღაცები გაგიზიაროთ ხოლმე, რასაც ფიქრობ. აბა დროებით.